პროექტი მეგობრობა გზად და ხიდად გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრები ძალიან დატვირთულები იყვნენ, გატვირთვის წუთებს ჟურნალისტებთან მაინც პოულობდნენ. 12 დეკემბერს ჩვენი დელეგაცია ბურსაში ორჰანგაზის მერს ბატონ ბექირ აიდინის ეწვია. ამჯერად ჯგუფის თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ოფიციალური წარდგენის შემდეგ ორივე მხარემ ერთმანეთში სწორედ ის თემები განიხილეს დეტალურად, რომელიც თურქულ და ქართულ მხარეს კიდევ უფრო მეტად დაახლოვდა და მათ თანამშრომლობას გააღრმავებდა. ორჰანგაზსა და ბურსაში ქართული კულტურის ასოციაციები წლების განმავლობაში მოზარდების განათლებაში ენის, კულტურისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ. ისინი აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში გამართულ სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებშიც. ჩვენ გამეგობრებას შორის აუცილებლად. ჩვენი ვიზიტით გვინდა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა და შეძლების და გვარად განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც ქართულ კულტურას, ტრადიციებს შეუნარჩუნებს თურქეთელ ქართველებს. hafta sonu konuştuk. O zaman ben eşimle birlikte Ayşe ablayla birlikte bu sefer en son geldiğinde söz ver. Hani belki onları görürüz görürüz çünkü ben... ბექირსა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს შორის საკმაოდ სერიოზული საუბრები გაიმართა. შეხვედრის ბოლოს ქალაქის მერმა დელეგაციის წევრებს ფილმის ჩვენება მოუწყო კაბინეტში. თუ როგორ მიმდინარეობს ქალაქის აღმშენებლობა და ბანაკი, რომელიც ნებისმიერი ბავშვისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ბანაკი, სადაც სამომავლოდ შესაძლოა ქართველი ბავშვების სტუმრობაც განხორციელდეს. შეხვედრის ბოლოს ქართულმა და თურქულმა მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ქართული ღვინო, ტრადიციული ჩოხითა და ფაფახით, რომელმაც ღიმილი მოჰგვარა ჩვენს მერს. და საკრებულოს ორიგინალური საჩუქარი, ყაბალახი, რომელმაც იმდენად დიდ მოწონება დაიმსახურა, მასპინძლების უმეტესობა რამოდენიმე წუთით უწყვეტად პოზირებდა კამერასთან. გადასაღებ მოედანზე საჩუქრების გადაცემის დროს ჟურნალისტებმა დრო ვიხელთეთ. ეს ფინჯანით ყავას დადეხა ჩვენ გვახსენდებოდა და ჩვენ წეგნახ. სანამ ინტერვიუსთვის გადასაღებ მოედანს შევქმნით და თურქული თუ ქართული ტელევიზიებისთვის ინტერვიუები ჩაიწერებოდა, ჟურნალისტები უქმად დროს არ ვკარგავდით. კამერასთან პოზირებდით და დადებითი ემოციების გამოხატვას ფოტო თუ ვიდეო მასალით ცდილობდით. ღიმილით ვნიშნავდით შედეგს და ქალბატონი თინაც ჩვენს რიგებს არ გამოაკლდა. ამასობაში დელეგაციაც დაალაგდა და გადასაღები მოედნისთვის როგორც ყოველთვის ბატონი ადემი ვიხმეთ თარჯიმნად. ორანგაზის შეხვედრაზე რეკიტრობენ და როგორ მოპულარიან ასოციაციიდან, იყოს მერიადან, იყოს ქალაქიდან, ხალხიდან, როგორ არიან თუ ორ სიტყვასთან მე მოვაზრებ ტელევიზიაში. უნდა გავუტანო. კი, მე გადავუტანე.
პირველ რიგში ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩამოვედით ამ მხარეში, ქალაქ ორანგაზში. ძალიან ლამაზი, შვიდი და კარგი ქალაქია. ყოფილი შეხვედრა გქონდა მერთან, ნახეთ ძალიან კარგი ადამიანები. ამ ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად დავგეგმოთ ისე ჩვენი მომავალი თანამშრომლობა, რომ უფრო გაღრმავდეს საქართველოსა და თურქეთს შორის ზოგადად, თბილისსა და ორანგაზს შორის თანამშრომლობა და დაახლოვდეს ხალხები, კულტურები, ეკონომიკები და ასე შემდეგ. ჩვენ მოხარულები ვართ ველით ყველას ჩვენს სამშობლოში, რომ უმასპინძლოთ და ჩვენს კიდევ არაერთგზის ჩამოვახდეთ ეს პრობლემები. Mağluba olabilirsiniz. Bu ilk adımda Orangazi Kafkas Derneği'ne ve derneğinin daveti üzerine geldiğimiz Orangazi'de gerçekten çok belediye olsun, halk olsun, Orangazi'de yaşayan Gürcüler olsun çok sıcak karşılamalarından dolayı çok teşekkür ediyorum. Bu çok güzel bir toplantı, güzel bir gezi olduğunu düşünüyorum çünkü. Derneğimizin daveti üzerine değerli misafirlerimiz, Üsküdar'dan geleli geldiniz. Bizi onurlandırdı. Çok teşekkür ediyoruz. Bu sıcak sohbetten, görüşmeden dolayı kendilerine çok teşekkür ediyoruz. Her zaman bekliyoruz. Diyalogların daha gelişmesini temenni ediyoruz. Karşılıklı olarak her ülke arasında bizi kırmayıp geldikleri için tekrar teşekkür ediyorum. Asociatis Prezidentis am temaze Moris'in orada izletiyorme ჩვენ ასოციაციის ნიშნავებით მოიწიეს დელეგაცია და ძალიან მოხდივა ძალიან იმადობა რომ ჩვენში გეხმიანეს და ეს ნაბიჯი გაამიზეს და აქ ქართველების და ან თურქების, ან მედიასი, ან ასოციაციების როგორ ცხოვრობენ რა ხდება ისინი ყველაფერი გაიგეს ეს ურთიერთობის წინდა ამ მეგობრობის და ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და დიდი მადლობა რომ ჩამოვიდნენ და ამ ურთიერთობას და ამ მეგობრობას გაგრძელებისთვის წვალებენ და ქიანაჩვენებენ დაიღალეს მადლობა თქვენ. Ekeli İpos Köylü Mobzanlı'da var. Öncelikle hayırlı günler diliyoruz. Bugün Gürcistan Tiflis bölgesinden gelen çok kıymetli meclis başkanımızı, milletvekilimizi ve ekibini Orangazi'deki dernek başkanımız ve ekibiyle birlikte belediye binamızda misafir ettik. Öncelikle kendilerine, misafirlerimize tekrar hoş geldin demek istiyoruz. ჩვენი ვიზიტით გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მადლობა გადავუხადოთ ადამიანებს, რომლებიც თაობებს გადასცემენ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, ქართულ ენას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება და უამრავი საინტერესო პროექტი განხორციელდება მომავალში. დღევანდელი დოკუმენტური მასალა სწორედ ამ ყველასთვის ნაცნობი ადგილებიდან გადაასრულა. ტრედების მოედანი დღეს სწორედ ასე უწოდებენ ადგილს, სადაც მე და თაკო დრო ვიხელდით და მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ერფანი გვეძახდა. დელეგაციას ძალიან ეჩქარებოდა. მათ შეძახეს ყურადღებას არ ვაქცევდით და ტრედების მოედანზე ფრიალით დავიწყეთ სიკვდილი. სისარტყელას ფერებიც თითქოს ვეგეკრუცებოდნენ. მერკი მანქანაში ჩავსხედით და ასე ბედნიერად გავუყევით გზას. მომავლის იმედებით, ახალი პროექტებით და ბევრი წარმატებებით.